ინტერნეტი ხომ თითქოს სულ ჩვენთან იყო, არა? მაგრამ იცით სინამდვილეში ეს არის ერთი დიდი 26 წლიანი მოგზაურობა. წარმოიდგინეთ გზა, რომელიც დაიწყო სადღაც ციფრულ ქვიშხანაში და შეიძლება ის სწორედ ახლა ჩვენს თვალწინ შედის თავის ოქროს ხანაში. კი, ჩვენ მას ყოველ დღე ვიყენებთ, მაგრამ ამდენი 36 წლის შემდეგ თავარი კითხვა მაინც ჰაერშია. საით მიდის ინტერნეტი? ანუ რა არის ამ გიგანტური ევოლუციის საბოლოო წერტილი? მოდით რა, ერთად გავიაროთ ეს გზა და ვნახოთ, საითკენ მივყავართ ამ ყველაფერს. და სანამ მომავალს ჩავხედავთ, ჯერ წარსულს უნდა გადავხედოთ, ხო? ანუ იმისთვის, რომ გავიგოთ, საით მივდივართ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვედით. ეს არის ჩვენი ციფრული ისტორიის 36 წლიანი გზა. კარგით, დავიწყოთ თავიდან. ჩვენი ამბავი იწყება ინტერნეტის ყველაზე ადრეული ეპოქებით. ვსაუბრობთ ციფრულ ქვის ხანაზე და მერე რკინის ხანაზე. იცით, ეს იყო აღმოჩენებით სავსე დრო, მაგრამ ამავე დროს სერიოზული გამოწვევებითაც. მთელი ეს ისტორია პირობითად სამ დიდ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი, Web 1.0, რომელსაც შეგვიძლია ქვის ხანა ვუწოდოთ. მერე მოდის Web 2.0, ანუ რკინის ხანა, რომელმაც მართლა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. და ბოლოს Web 3.0-ის სრულიად ქაოტური პერიოდი, ნამდვილი ველური დასავლეთი. და რა იყო აქ მთავარი ცვლილება? ჩვენი როლი. აი წარმოიდგინეთ Web 1.0-ში ჩვენ უბრალოდ დამკვირვებლები ვიყავით. თითქოს ციფრული ღვიმის კედელს უყურებთ და всё. Web 2.0-მა კი მოგცა ხმა, გაგხვდა შემქმნელები, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ამ თავისუფლებას მეორე ბნელი მხარეც აღმოაჩნდა. ისეთი ორლესული מחვილივით რა. და აი სწორედ აქ იჩინა თავი პრობლემამ. ჩვენი კონტენტი, ჩვენი პირადი მონაცემები, ფაქტობრივად ყველაფერი უცებ ძალიან ძვირფასი რესურსი გახდა. და ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც დაიწყეს ამ რესურსისთვის ნამდვილი ომი. ჩვენი მონაცემები კი უბრალოდ პროდუქტად აქციეს, რომელსაც ყიდდნენ. ხო და ამის საპასუხოდ რა მოხდა? გამოჩნდა Web 3.0. იდეა იყო მაგარი, დეცენტრალიზაცია, ძალაუფლების ჩვენთვის დაბრუნება. მაგრამ სამწუხაროდ ეს რაღაც აღთქმული მიწა კი არა, სრული ქაოსის პერიოდი გამოდგა. და ეს ციტატა, ვფიქრობ, იდეალურად აღწერს Web 3.0-ის მთელ ტრაგედიას. იცით, იდეა თავისთავად კეთილშობილური იყო, დაუბრუნე ძალაუფლება მომხმარებელს. მაგრამ რეალობა აღმოჩნდა უსამართლო, ველური მიწა, სადაც არანაირი წესი არ მოქმედებდა. ნამდვილი ციფრული ოქროს ციებ-ცხელება იყო რა. უაზრო ტოკენები, პირამიდული სქემები, ხალხის გადაგდება, თავარი იყო სწრაფად გამდიდრება. ვინც პირველი მივიდა, იმან მოიგო. დანარჩენებმა უბრალოდ ყველაფერი დაკარგეს. მოკლედ, ცივილიზაცია ამ ქაოსზე ვერ აშენდა. კარგი, მაგრამ ამ 36 წლიანი ქაოსის, ამ ციფრული ომების და წარუმატებელი ექსპერიმენტების მერე ჰორიზონტზე რაღაც სრულიად ახალი გამოჩნდა. და ამას ქვია Web Gold. ეს არის კონცეფცია, რომელიც გვპირდება ზუსტად იმას, რაც წინა ეპოქებმა ვერ შეძლეს. რაზეა საუბარი? ნამდვილ ღირებულებაზე, ნამდვილ სუვერენიტეტზე და რაც მთავარია, ჩვენი ციფრული იდენტობის უკან დაბრუნებაზე. მაშ, რა არის ეს Web Gold? მოდით ვთქვათ პირდაპირ. ეს არ არის უბრალოდ Web 5.0 ან რაღაც მსგავსი. არა. ეს არის ფუნდამენტალური ცვლილება. ეკოსისტემა, სადაც ციფრული სამყარო ისტორიაში პირველად რეალურ ფიზიკურ ღირებულებას ეფუძნება და ეს ღირებულება არის ოქრო. კარგი, მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ანუ როგორ შეიძლება ასეთი გიგანტური იდეა რეალობად იქცეს? პასუხი მარტივია. ყველაფერი დგას 6 ფუნდამენტურ სვეტზე. და სანამ ამ სვეტებს ჩაუღრმავდებით, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გავიგოთ. Web Gold არ არის უბრალოდ მორიგი კრიპტოპროექტი. არა, ეს არის განაცხადი სრულიად ახალ ციფრულ ცივილიზაციაზე. და ეს ცივილიზაცია, როგორც ვთქვით, დგას 6 მძლავრ საყრდენზე. ესენია E-Gold Chain, ოქრო, ტექნოლოგიური სტეკი, DePIN, DAI და GoldSky. მოდით ახლა თითოეული მათგანი დაშლილად განვიხილოთ, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად. პირველი სვეტი E-Gold Chain. წარმოიდგინეთ, ეს არის ამ ახალი ცივილიზაციის სისხლის მიმოქცევის სისტემა. ეს არის ბლოკჩეინი, რომელიც სხვათა შორის BitGold-ის იდეას მემკვიდრეა, ბიტკოინამდე რომ იყო. ანუ სწორედ ის უზრუნველყოფს, რომ სისტემაში ყველა ტრანზაქცია იყოს გამჭვირვალე, უსაფრთხო და რაც მთავარია, არავის მიერ არ კონტროლდებოდეს. მეორე სვეტი და ჩემი აზრით ყველაზე რევოლუციური.
ოქრო. დაფიქრდით, ისტორიაში პირველად ციფრულ ეკონომიკას უჩნდება რეალური ფიზიკური საყრდენი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტა, აქ მას USX ქვია, ჰაერზე აღარ არის დამოკიდებული. მას ზურგს უმაგრებს ნამდვილი, ხელშესახები ოქრო. ეს ქმნის სრულიად სტაბილურ დედა ვალუტას მთელი სისტემისთვის. გადავედით მესამე სვეტზე, ტექნოლოგიური სტეკი. თუ ბლოკჩეინის სისხლის მიმოქცევაა, ესენი არიან ორგანოები. ანუ ოპერაციული სისტემა, ბრაუზერი, ტელეფონიც კი, მთელი ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთ დიდ კორპორაციას არ ეკუთვნის. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ციფრული ცხოვრება Big Tech-ის ხუშტურებზე აღარ იქნება დამოკიდებული. მეოთხე, TPIN. ეს არის დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურა. რთულად ჟღერს, მაგრამ იდეა მარტივია. სერვერები, ინტერნეტი, გამოთვლითი სიმძლავრე, ყველაფერი, რაზეც ეს ცივილიზაცია დგას, ეკუთვნის არა კორპორაციებს, არამედ თავად ხალხს, მომხმარებლებს. ანუ ძალაუფლება ფაქტობრივად ჩვენს ხელში გადმოდის. მეხუთე სვეტი. DI. დეცენტრალიზებული ხელოვნური ინტელექტი. მოდი, დავფიქრდეთ, ვის ეკუთვნის დღეს AI. რამდენიმე უმსხვილეს კორპორაციას, ხომ? ჰოდა, ამ სისტემის ტვინი, რომელსაც Novalink ქვია, ეკუთვნის მთლიანად ქსელს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მას ვერავინ გათიშავს, ვერ გააკონტროლებს და ცენზურას ვერ დაადებს. ის ემსახურება ქსელს და არა რომელიმე კორპორაციის ინტერესებს. და ბოლოს, მეექვსე და ბოლოს სვეტი. Gold Sky. ეს არის, ასე ვთქვათ, ამ ცივილიზაციის ციფრული ატმოსფერო. ეს არის ერთიანი ქსელი, რომელიც ყველა იმ კომპონენტს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ბლოკჩეინს, ოქროს ეკონომიკას, ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურას და ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებს ერთ დიდ სუვერენულ სივრცეში. სივრცეში, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი ცენტრალური კონტროლისგან. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ სურათს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიური განახლება, ეს არის, როგორც ვთქვით, განაცხადი სრულიად ახალ ციფრულ სამყაროზე. და საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის. 66 წლიანი ევოლუციის შემდეგ ვდგავართ თუ არა ინტერნეტის ისტორიის კულმინაციასთან. არის თუ არა ოქროზე დაფუძნებული და ხალხის მიერ მართული სამყარო ჩვენი ციფრული მომავალი. შეიძლება ეს უბრალოდ მორიგი უტოპიური იდეაა, ან იქნებ მართლაც ახალი განთიადის დასაწყისია. ამაზე პასუხი ალბათ თქვენთვის მომინდვია.